ვიძახდი რომ ზომბი უკან დაიხევს მეთქი, დაიხია ზომბი უკან. ზომბი სოფლიო დონის მებრძოლი ვარო, ყველგან დაუდგებიო, კლინჩიო, კრივშიო, ჩეხაობაშიო და ყველა ასპექტში გაილახა აბსოლუტურად. მოკლედ, მე ყველაფერი შევასრულე, რაც თქვი, ჩამოვიტანე კამარი გეტოში, რუსთავში, უბანშია კამარი, ჩემს სახლშია და ასეთი გეგმები მაქვს, რომ კამარი დარჩეს ჩემს სახლში. ზომბის მივეცი შანსი, გამომდინარე იქიდან, რომ რაც არ უნდა იყოს მებრძოლი ბიჭია და რაც არ უნდა იყოს ამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული, ყველაზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული, ჩემზე მეტიც კი და აქედან გამომდინარე იმსახურებს ეს ბიჭი რა, თუმცა ჩემი აზრით არანაირი მოლოდინი არ უნდა იყოს იმისი, რომ ზომბი კამარს უკან წაიღებს, არ არსებობს. მარტო იმიტომ არ არსებობს, რომ მე ჩემი კარიერის საუკეთესო ბრძოლა დავდე წინა ივენთზე, როცა ვიჩხუბეთ მე და ზომბიმ და ეხლა ბევრად უფრო განვითარებული ვარ რა, მე დავისვენე, მე ვივარჯიშე, ვიშრომე, სულ რაღაც ერთი თვე მოვემზადე იმისთვის, რომ ზომბისთან მებრძოლა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, როცა ჩაკეტილ სივრცეში ვიყავი და ხელის განძრევის საშუალება არ მქონდა ელემენტარული აჯიმანიების და პრესების გაკეთების მეტი საშუალება არ მქონია. მაგრამ მე დავდე სერიოზული შედეგი და იმის მერე არ გავჩერებულ ვარ. სადღაც ერთი თვე მაისის შემდეგ ვიყავი გაჩერებული, ხელის ტრავმა მივიღე ზომბისთან ბრძოლაში და ვისვენებდი, კარგად დავისვენე, აღვიდგინე, ტრავმაც მოვიშუშე და გავაგრძელე მომზადება. ჩვეულებრივ, ძალიან ჩვეულებრივ გავაგრძელე მომზადება. შევირგე ჩემი კამარი, ვისიამოვნე იმით, რომ დღეს მე ჩემპიონი ვარ. და ეხლა მელოდება წინ კიდე ერთი გამოწვევა ისევ ზომბისთან. თუმცა გამოწვევის რა გითხრათ, მაგრამ მინდა რომ პასუხი გავცე ბევრ ადამიანს, რომლებიც იძახიან, რომ რა საყვარელია ამას უყურებითო. გამოწვევას ვერ დავარქმევდი, თუმცა ხალხს მინდა პასუხი გავცე რა, აი იცი რომელ ხალხს მინდა პასუხი გავცე? აი რო იძახიან მაინც, რომ აი ხო რა დღეში ჩავაგდე, ხო გავაჩერე ზომბი, რო ვიძახდი, რომ უკან დაიხევს მეთქი, როცა პიტი შეტევაზე გადავათქო. ხო ვიძახდი, რომ ზომბი გაჩერდება მეთქი, გაჩერდა ზომბი. მაგრამ ხალხი მაინც ხო იცით, რომ მაინც რაღაც საწინააღმდეგოს ყოველთვის იტყვის და მაინც საწინააღმდეგოს იძახიან, მაგალითად იმას, რომ ზომბიმ ბრძოლა გაყიდა, ზომბიმ ფულზე ითამაშა, ზომბიმ აჩუქა პიტბულს და ეხლა მაგ ხალხს მინდა რომ პასუხი დაუბრუნო, რომ ზომბიმ ბრძოლა კი არ გაყიდა. პიტბული იყო მაგარ ფორმაში, პიტბული იყო ხოძზე და ორმაგად უფრო ხოძზე მოვდივარ, ორმაგად უფრო განვითარებული ვარ, ორმაგად უფრო დუხზე ვარ. მე ხო ვთქვი, რომ ჩემ შვილს ჩემპიონი მამა უნდა დახვდეს თქო და აქედან გამომდინარე ჯერ ჩემი შვილი არ დაბადებულა. ხო და კაკრას აი ზომბისთან ბრძოლის მერე ძალიან მალე დაიბადება და აუცილებლად მე ისევ ჩემპიონი დავხვდები, რა თქმა უნდა. ყოფებით გარდაბანში, ეს კერძოდ გარდაბნის სკვერი არის. 10 დღე მოსამზადებლად ჩემს მწვრთნელთან აკაკაკრიაშვილთან ჩამოვედი, მის ოჯახში ვცხოვრობ. წონის კლებასაც აქ ვაკეთებთ ყველაფერი, მზადება მშვენივრად გაიარა ყველაფერმა, ჩაიარა. რაც შეეხება მაგ ყველაფერს, წონას და მაგ ყველაფერს, ეხლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ, უფრო მარტივად ვიკლებ ასე ვთქვათ. წონის კლება მარტივი არასდროს არ არის, მაგრამ ამჯერად უფრო მარტივად მიდის ჩემი წონის ამბავი და ბრძოლაზე დიდ სხვაობას არ მომცემს რა. რაც შეეხება წინა ბრძოლას, არ მიყვარს ზოგადად მიზეზებზე ლაპარაკი, მაგრამ ოდესაც 5 ბრძოლას აბავ ზედიზედ, ეგ იმას ნიშნავს, რომ 5-ვე თვე წონას იკლებ ზედიზედ და მაგით შენ ორგანიზმს ასუსტებ. ეგ არავის ბრალი არ არის, ეგ ჩემი ბრალი არის, პროფესიონალ მებრძოლს ეგეთი რაღაც შესტომები არ უნდა მოსდიოდეს და ეტაპობრივად უნდა ისვენებდეს ბრძოლიდან ბრძოლამდე. რაც შეეხება ჩემს მარცხს პირველ ბრძოლაში, ნუ ყველას გაუკვირდა რა თქმა უნდა. მას არც მე მოველოდებოდი
დამარცხებას, მაგრამ პიტი როგორც მეგონა, ისეთი არ დამხვდა რიგზე, განვითარება ნამდვილად ეტყობოდა და ეგ დავაფასე ამჯერად და ამჯერად უკვე შეცდომები რაც იმ ბრძოლაზე დაუსვი, აღარ განმეორდება. ასე რომ 10-დან 10-ვე ჯერ ვიჩხუბოთ მაგ ბრძოლის მერე, 10-დან 10-ვე ჯერ ერთი და იგივე შედეგით დასრულდება, ანუ ჩემი გამარჯვებით. მენტალობის მხრივ ჩემში არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ მენტალურად ყოველთვის ძლიერი ვიყავი. არასდროს არ ვიფიქრია უკან დახევაზე და არასდროს არ ვიფიქრია გაჩერებაზე. პირიქით მარცხებმა ჩემში გამოიწვია პირიქით მეტი სურვილი მქონდა გამარჯვების, მეტი სურვილი მქონდა ჩემპიონობის, მეტი და მეტი იყო ყოველთვის, ყოველი წაგების შემდეგ და აი დადგა დღეს რომ მე ჩემპიონი ვარ. შეიცვალა ის რომ მე გავაკეთე მუშტიკრივის პირველი სკოლა საქართველოში ჯუდო კლუბ ჯორჯიას დარბაზში, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ, ივარჯიშოთ ჩემთან. ძალიან კაი პატარა პირანიების გუნდი მყავს და ცოტა ხანში ეს პატარა პირანიები შეუტევენ გამას და სხვადასხვა ორგანიზაციებს, რაც ძალიან მიხარია. ძალიან კაი ვარჯიშები გვაქვს, ძალიან მაგრად ვემზადებით. მეც ბიჭებთან ერთად ვემზადები, მეც ყველაფერს ვაკეთებ მათთან ერთად, რა თქმა უნდა. ვაჩვენებ როგორია ნამდვილი ქართული მუშტიკრივი. კიდე რა შეიცვალა? მეტი ისეთი არაფერი არ შეცვლილა. ვემზადები ყოველდღიურად, ვშრომობ იმისთვის, რომ ქამარი შევინარჩუნო არა მხოლოდ ეხლა ზომბისთან ბრძოლაში, არამედ შემდეგ ნებისმიერ ბრძოლებშიც. ასევე შეიცვალა ის, რომ ვცდილობ მოვხვდე BKFC-ში. ამაში სხვათა შორის მეხმარება ლაშაროინიშვილი და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ბიჭის. იმედი მაქვს საზღვრებსაც გავუწდები, საქართველოს საზღვრებს და უცხოელებსაც ვაჩვენებ როგორია ნამდვილი ქართული ჩეხაობა, ნამდვილი ქართული მუშტიკრივი და ნამდვილი ქართული ლეწვა მტრევა. ეხლა წავიდეთ დარბაზში, ჩემ ბიჭებს გაგაცნობთ, ჩემ პირანიებს და ნახოთ როგორ ემზადებიან ბიჭები მომავალში საჩხუბრად. რა თქმა უნდა მარტივი არ არის ახლა წაგების გადახარშვა ბრძოლის მერე. და მით უმეტეს, როდესაც ქამარს თმობ, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. ეგრევე მივუდექით პროფესიონალური თვალით, გამიხილეთ რა არის გამო მოხდა, ჩვენი შეცდომები ყველაფერი გამიხილეთ და გავთვალეთ მომავალი, მე მომავალ ბრძოლაზე გადავიტანე ეგრევე ყურადღება, ბრძოლიდან როგორც კი გამოვედი, ეგრევე რევანშზე დაიწყო ტვინვა ფიქრი. მეც რევანშზე დავიწყე ფიქრი და ასე თუ ისე არ გამტეხა მაგ წაგებამ რა, არც ერთ წაგებას არ გავუტეხი ვარ. ცხოვრებაში იმდენი რამე მაქვს სირთულე გადატანილი, ცხოვრებისეული, რომ რინგზე წაგება მეორე გამტეხავს მის დღემში და არც ვაპირებად წაგებას, მაგრამ იდეაში ცოტა გაუბრაზდი ამ ფაქტის მერე ემოციურად გავბროდი, ასე ვთქვათ, მაგრამ უკვე დავალაგე ღმერთის წყალობით ყველაფერი ჩემ ტვინში, ჩემს ემოციებს ყველაფერს ვაკონტროლებ და რინგზეც გავაკონტროლებ, რა თქმა უნდა. ჩემი დაბრუნება კიდე რაც შეეხება ეხლა იქნება სასტიკი დაბრუნება რა, ძალიან ცუდი დაბრუნება იქნება ჩემი მეტოქისთვის. ჩემთვის კარგი რა თქმა უნდა. მაგ ბრძოლის მერე სვანეთში წავედი, იქ ჩემი საყვარელი ხალხი არიან, ჩემი ნათესავები, ჩემი მეგობრები. იქ ყველა როგორც თავიანთი შინაური ეგრე მოხდებიან და ყველა გვერდში დამიდგა, ყველა გამომხნევა, ფსიქოლოგიურად მაგან ძალიან კარგად იმოქმედა და იქიდანაც უკვე რელაქსით დავბრუნდი უკან კაი ენერგიებით და აქ უკვე გავაგზავნე ვარჯიში და დღემდე მოვედით უკვე. მოვედით დარბაზში, რომელიც მდებარეობს გაბრიელ სალოსის 144A. ეს არის ჯუდო კლუბ ჯორჯიას დარბაზი, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი დადის და ვარჯიშობს და ჩვენც აქ ვარჯიშობთ, ჩემი პატარა გუნდი დღეს მეყოლება ბიჭები, რომლებსაც მომავალში უნდათ ჩხუბი, ძალიან კაი ბიჭები არიან, შედეგს დებენ და ვივარჯიშებთ დღეს ერთად რა. ესე იგი დღეს გვექნება შერეული ვარჯიში, ბიჭები იმუშაობენ წყვილებში და ასევე მეც ვივარჯიშებ მათთან ერთად და შევასრულებ ჩემ მოვალეობას, წონა მაქვს დასაკლები, სადღაც 8 კილომდე ვიკლებ თლიანობაში. დამრჩა
ამის ნახევარი და დღეს და ხვალ მაქვს იმის დრო რომ დავიკლო და წონა აუცილებლად ჩაბარდება, ამიტომ ძალიან მაგარ ბრძოლას ელოდეთ. მოდუნდი, ცოტა თავისუფლად, ფეხები ამუშავო, ხელები ამუშავო. სხეული მოადუნე. დავუჩქარ. ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, მე იმაზე ბევრად მაგარ ფორმაში ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი, ვიდრე ზომბისთან ბრძოლაში ვიყავი. ზომბისი არ ვიცით რა მოგახსენო, ისევ მსოფლიოს დონის მებრძოლია თუ არა არ ვიცი. მაგრამ მოვიდეს, მე მზად ვარ, მე დავხვდები როგორც საჭიროა და მე ჩემ ქამარს დავტოვებ ჩემ რუსთავში. მადლობა ნახვამდის. მოვიდა ვარჯიშის დრო და უნდა დავიწყოთ ახლა წონის კლება. 2 კილო მაქვს სულ რაღაც დარჩენილი, სანერვიულო არაფერი არ არის. დღესაც 1 კილომდე დავიკლებ, ხვალაც და ეგ არის წონაში, წონა ჩაბარებული მექნება. მოვიდა ახლა ცოტა ხანი. კარგად ვერ ვთამაშობ, მაგრამ მაინც უნდა ვითამაშო. გახურების მაგდაგარი გამას ამომავალ ვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშობ. ანტონ წიწინაშვილი, ნიკოლოზ თოხიშვილი, ახლა ნიკოლოზსაც ბრძოლა აქვს და ორივე აუცილებლად გავიმარჯვებ. ეგ არის ჩვენი მწვრთნელი დავით კაკრიაშვილი. აკაც ჩემი მწვრთნელი არის, მაგრამ აკასაც ბრძოლა აქვს და ახლა ორივეს დავით კაკრიაშვილი გვამზადებს. და დღეს გვექნება არც თუ ისე ნაითი ვარჯიშები რა. წონის კლების ვარიანტში ძალიან ბევრს არ ვიწვალებ. წონის კლება ნორმალურად მიდის, ნორმალურად კი კარგად მიდის. ოფლიც კარგად წამოვიდა. ეხლა ჩვენი სენსერის განმარტებით გავაკეთებთ ლაპებს, shadow boxing-ს და ლახტს. რის შემდეგაც ოფლი უკეთესად წამოვა და წონის კლება უფრო გამარტივდება. ასე რომ ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს იმისთვის, რომ 20-ში მე გამოვიდე გამარჯვებული და ეგრეც იქნება. 100%-ით ვარ ჩემ თავში დარწმუნებული. ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ მის დღემში არ დამიშვია და წინა ბრძოლა იყო შეცდომა უბრალოდ. ვიცი, ბევრს ეწყინა, ბევრს ჩემ გულშემატკივარს, მაგრამ რას ვიზავთ, ხდება ხოლმე. ეგ არაფერი, ყველაფერი წინ არის. ეს დღეებია სულ მაგაზე ვფიქრობ და სულ მაგისთვის ვემზადები, თვეზე მეტია უკვე.